გაერთიანებული ოპოზიცია კვირას რუსთაველის გამზირზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მშვიდობიან აქციებს აანონსებს. ამის შესახებ მათ ფილარმონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა, რის გამოც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად უნდა გამოცხადეს. ასევე შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, კერძოდ გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა. პოლიტიკური გარემო ისე არის შეცვლილი, რომ არავითარი მორალური და პოლიტიკური საფუძველი ქურდულ ოცნებას ჰქონდეს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში აღარ ქონდა და მით უმეტეს აღარ აქვს დღეს. ზუსტად ამიტომ ამორჩევლის ხმები იქნა გაყალბებული, ჩვენ შეძლების დაგვარად შევძელით შიგნით ამ ხმების დაცვა, მაგრამ უამრავი ზეწოლის, მოქთამის და დაშინების ხარჯზე ქართულმა ოცნებამ დაიწერა გაერთიანებული ოპოზიციასთან შედარებით მეტი ხმა. აქედან გამომდინარე, ჩვენ 800.000 ამორჩეველი ვფიქრობთ, რომ ეს არჩევნები არ იყო ლეგიტიმური და კვირას 3 საათზე დიდ აქციას ვაანონსებთ და იმედი გვაქვს, რომ უამრავი ჩვენი ამორჩეველი შემოგვიერთდება და მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და შეიცვალოს ეს მანკიერი საარჩევნო სისტემა, ვინაიდან უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა და პროპორციული მიმართულებით აირჩიოს ქართველმა ხალხმა მისთვის სასურველი ხელისუფლება. გაერთიანებული ოპოზიციის ამ განცხადებას ეხმაურებიან მმართველ გუნდში ქართული ოცნების წევრები, ამბობენ, რომ მოსახლეობამ არჩევნებით საბოლოოდ უთხრა უარი ძალადობას. ოპოზიცია ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა აანონსებს რაღაც დაუმორჩილებლების აქციებს, ესეთი გაყალბებაზე აპელირებენ, როდესაც არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არც სერიოზულ ადგილობრივ ორგანიზაციას სერიოზული პრეტენზიები არ ქონია ამ არჩევნებზე და მცირე დარღვევებს თუ არ ჩავთვლით პროცედურულს, რომელსაც არჩევნების შედეგებზე გავლენა მოხდენა არ შეეძლო. ყველა პოლიტიკურ ძალას და მოქალაქეს აქვს ზოგადად პროტესტის გამოხატვის საშუალება, მაგრამ ის კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს. კანონის ზღვარს ვინც გადავა, აუცილებლად კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. ამიტომ აქ ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ ჩვენი ოპონენტები, რომ მოსახლეობას არ მოუწოდონ კანონდარღვევისაგან. ვინც კი აყვება ამ გადაცნობას, ის კანონის მიღმა დარჩება ყოველთვის. შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატზე გრიგოლ ვაშაძეზე მეტი ხმები მოიპოვა. ოპოზიცია არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს და ამბობენ, რომ არჩევნები არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს.